მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს მოდით ჩვენ ვნახოთ ასეთი თემა. ანუ სად არის ახლა თქვენი ფულის ენერგია, ფულის ნაკადი, ხო? თუ დავუშვოთ, შეიძლება, სად არის შენი ნაკადი? შეიძლება თქვენ გაქვთ ნორმალურად შეიძლება ფინანსური თემაა დალაგებული, შეიძლება გაქვთ რამე პრობლემები, შეიძლება ზოგჯერ მოდის, ზოგჯერ მიდის და ასე შემდეგ და დღეს გავარჩიოთ ჩვენ ეს სიტუაცია და ვნახოთ ახლა თქვენ შემთხვევაში სად ხდება ეს ყველაფერი, ხო? კითხვები როგორც ყოველთვის მომზადებული მაქვს, ამიტომ აქ ჩვენ გვაქვს გრძელი გაშლები, ამ არხზე მოკლე გაშლები გვაქვს ჩვენ ორი არხებზე. და რუსული თუ ვინმეს გინდათ, რა თქმა უნდა, არის ლინკი ყველა ვიდეოს ქვეშ, რუსულად იქ გვაქვს ძალიან ბევრი გაშლები კიდე. დავიწყოთ ახლა ჩვენ, ანუ პირველ რიგში ვნახოთ სად არის ახლა თქვენი ფინანსური ენერგია. ანუ რა მდგომარეობაში თქვენი ნაკადი ახლა ფინანსური რა. ვნახოთ ახლა, რამდენად აქტიური არის რა, ეგაც შევხედოთ ჩვენ. ვნახოთ რის მეშვეობით შეიძლება მოვიდეს შენთან ფული. ანუ შენი ძლიერი რა არის შენი ძლიერი ფინანსური არხები სად არის შეიძლება თქვენ ნიჩში ვნახოთ ახლა პირად დანიშნულებაში აი ვნახოთ რაც გვაჩვენებენ ჩვენ ხო რა ბლოკავს ვნახოთ ფულის ნაკადს ზოგს ახლა ეს შეიძლება თქვათ იყოს ძველი გამოცდილება შეიძლება იყოს შიშები შეიძლება სხვისი დაუშვოთ გავლენას კიდე ნახოთ ახლა ჩვენ რაც არის ძალიან მნიშვნელოვანია ანუ რომელი რწმენები უშლის ხელს ფულის მართვის შემოსვლას იმიტომ რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება გვეცნობიერად არის რაღაცა მომენტები რომ გეშინია თქვა დაუშვოთ დიდი ფულის ან შეიძლება ფიქრობთ რომ მე არა ვარ ღირსი თქვათ ხო დიდი ფულის შეიძლება იყოს თქვათ ახლა თქვენს თავს რამე ბლოკს აძლევთ, გაქვთ ბლოკერო თქვათ, ახლა არ უნდა მოვიდეს ბევრი ფული. რა დაგეხმარებათ, რომ ეს ნაკადი გაიხსნას, ნახოთ. და რა ფინანსური პოტენციალი გაქვთ თქვენ ახლა, იმასაც ვკითხავ. და რა გელოდება თქვენ უახლოს მომავალში ფინანსურ სფეროში? მოდით ახლა მაქსიმუმ აიღეთ 3 თვის განმავლობაში. ბევრი არ გინდათ ახლა რომ ავიღოთ, იმიტომ რომ თუ ეს გაშლა მოგეწონებათ, მე კიდე გავაკეთოთ ჩვენ. აქ მაჩვენებენ კი ახლა არის შეჩერებული ენერგია, თქვენ რაღაცას მოლოდინში ხართ, იმიტომ რომ აქ რაღაცა ეტაპი სხვადასხვა ეთყობა ახლა სრულდება და ამიტომ ვნახოთ. უკვე ჩვენ უფრო კითხვები კიდე დასახმარებად ბევრი ვნახოთ ახლა რომელი წამოვა. მაგრამ დავიწყოთ პირველი კითხვიდან ჩვენ, ანუ სად არის ახლა თქვენი ფულის ენერგია, რა მდგომარეობაში არის. ახლა ნახეთ, 4-იანი პენტაკლების ეგრევე გვაჩვენებენ ჩვენ, რომ აქ არის ყველა ვარიანტში გაჩერებული არის ენერგია, მაგრამ აქ არის სიტუაცია, როცა თქვენ რაც გაქვთ, პრინციპში ხა ვერ გეტყვით, რომ საერთოდ ფულოდ ხართ, გაქვთ თქვენ ხა ფინანსური მდგომარეობა სტაბილური, მაგრამ როგორ აი რასაც გინდათ, რაც გჭირდებათ, აი თქვათ უცბად, ხო, თქვენ მაგისტრის გაქვთ ეს თანხა, მაგრამ რო ვთქვა, რომ თქვენ მაგით გმაყოფილი ხართ, ნამდვილად არ არის და ამიტომ ეხლა არის მდგომარეობა, როცა აი აქტივაციას აქ ვერ ვხედავ მე ეხლა ფულის უბრალოდ არის ცოტა სტაგნაციასავით რა, იმიტომ რომ გაჩერებული არის ეხლა. უბრალოდ გეძლებათ იმდენი, რამდენიც თქვათ ჭირდებათ. აი ეს არის რა. არც უფულოდ ხართ, მაგრამ რო გითხრათ, რომ აი ძალიან ბევრი ფული გაქვთ, აქ ვერ ვეტყოდე რა. თუმცა ნახეთ ახლა სხვადასხვა ადამიანები მიყურებს, შეიძლება თქვენ ახლა მოდით ასე ვთქვათ, ისევ გავიმეორებ, რომ იმისთვის, რაც თქვენ გჭირდებათ, თქვენ მაგისთვის ფული გაქვთ. აი ეს არის აქ რა. მაგრამ აი რო ვთქვათ, კიდე რამე შემოდის, არა.
და даже შეიძლება ზოგს გაქვთ იმის შიშიც, რომ არ დავკარგო ისიც, რაც მაქვს და შეიძლება აი უფრთხილდებით კიდევაც რაღაც ეგეთი მომენტებიც არის რა. ვნახოთ ახლა მაშინ აბა რის მეშვეობით შეიძლება მოვიდეს შენთან ფული. ანუ ნახოთ ახლა შენი ძლიერი ფინანსური არხები, ნიჭი თუ რა არის რა. სხვათა შორის აქ ძალიან შემოქმედი ადამიანი ხარ თქვენ. თქვენ საერთოდ გაქვთ რაღაცა, ანუ ნიჭი ზოგს პირადი დანიშნულებაც. იმიტომ რომ არის აქ ნახეთ რვიანი, არის აქ თასების, რვიანი თასების, ეს არის ზუსტად როცა შენ, ანუ ეს შემოქმედი, ანუ ადამიანი ხარ, შეიძლება სხვადასხვა რამე წყაროების შექმნა, რამე სხვადასხვა პროექტების შექმნიდან გაქვს იმისი ნიჭი, რომ კიდე რაღაცა რაც, ანუ ერთი ნაკადი კი არ უნდა გქონდეს ფინანსური, სხვადასხვა რაღაცა ნაკადები უნდა გქონდეს უეჭველი. ეს ყველა ვარიანტი რა. აქ პირადი დანიშნულებაც შეიძლება წავიკითხოთ ჩვენ, იმიტომ რომ შენ გაქვს უკვე ბევრი გამოცდილება და აი დაუშვით რა მომდის ახლა ნახეთ, შეიძლება შენ თქვათ მხატვარი ხარ, ხო? გაქვს ძალიან ბევრი თქვათ ნახატები. წადე და გააკეთე გამოფენა თქვათ, დაუშვით ეგეთი. ან შეიძლება დაუშვით შენ მოგწონს თქვათ ახლა ეზოტერიკაში სხვადასხვა თქვათ მიმართულება. ადეკე და იქიდან რაღაც გამოიყენე ეს შენთვის სასარგებლოდ, იმიტომ რომ აქ ნამდვილად თქვენ გაქვთ მაგისი რაღაცა ნიჭი, მაგრამ აი აქ ვეტყოდი რომ შემოქმედება უფრო არის თქვენი უფრო აი ესეთი რომ თქვათ ნაკადი რა, შემოქმედები. აქ კიდევ მაინტერესებს რა არის. ხო, აი აქ ნახეთ, თქვენ უნდა აკეთებდეთ ყველა ვარიანტში ის, რაც თქვენ გინდათ, რაც თქვენ გსიამოვნებთ, კი იქიდან წამოვა თქვენსკენ ფული. ანუ არ ნუბლოკავთ თქვენ ამ ენერგიას, იმიტომ რომ გვეუბნებიან, რომ ბევრი გაქვს, აი აქ უეჭველი უნდა გქონდეთ თქვენ რაღაცა კიდე ერთი სამსახური და რაღაცა არა. ანუ რაღაცა უნდა შექმნათ სხვადასხვა რაღაც მომენტი და პირველ რიგში აი ყველანაირად ეს არის აქსიომა რა, ჩვენთან ყოველთვის ფული მოდის იმ საქმიდან, რომელიც ჩვენ გვსიამოვნებს, რომელიც ჩვენ მოგწონს, რომელშიც ჩვენ მზად ვართ ენერგია თქვათ გავუშვათ რა. და ეს რაც ჩვენ გვახარებს, რაც ჩვენთვის კარგია, ხო? აი ეს იქიდან მოდის ფული, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა მე ვარ კარგად და მე მივდივარ და მივისწრაფები ჩემი თქვათ აი რაღაცას ვქმნი, ვისთვის ვქმნი, მე ვქმნი ვიღაცებისთვისაც, ხო მიხვდეთ და რა თქმა უნდა, მე უკვე და წამოვა და თქვენ მაგაზე ფიქრობთ, ძალიან ბევრს ფიქრობთ რაღაცაზე თქვენ და აი კონკრეტულად კი, აქ სხვათა შორის რაღაცა ახალიც არის, რაღაცა ახალი პროექტები, იქიდანაც არის თქვენი ნაკადი, რაღაცა ახალი იდეები, შეიძლება ახალი სამსახური, შეიძლება, აქ არ არის მართლა даже ერთ წყაროზე საუბარი არ არის არანაირად რა. ვნახოთ ახლა რა ბლოკავს ახლა შენს ფულის ნაკადს რა, ანუ შინაგანი შეიძლება იყოს რამე დაბრყოლება, შიშები ან რაღაცა შეზღუდული პროგრამები რა არის ახლა მეხუთიანი. აქ ნახეთ ახლა შეიძლება იყოს როგორი მომენტი, იცით, აქ ცოტა რაღაცა იცით რა მომდის, აი რაღაც დაღლილობაც. შეიძლება თქვენ აქ როგორ იცით რა გიბლოკავს. აი დაუშვათ არის პროექტები შეიძლება ან სამსახური, რომელიც უკვე შენ იმდენად არ გახარებს. მაგრამ ის რომ შენ თქვათ მისცე შენს თავს უფლება რომ ახალი რამით დაკავდე, აი მაგასაც თითქოს რაღაცა ან ძალა უკვე აღარ აქვს, ანუ კრიზისული სიტუაცია გაქვს ახლა რა. ემოციურადაც შეიძლება გადაიწვი უკვე და ფიქრობ რომ აი ინტერესი გაქვს დაკარგული, გამიგეთ რაღაცა, მაგრამ გაქვს აქ კიდე შესაძლებლობები და შეიძლება მაგას ჯერჯერობით ან ვერ ხედავ, ან ძალა არა გაქვს, დასვენებას შეიძლება გჭირდებოდეს რამე ისეთი აი სულიერი კიდე რა. ხო,
ბლოკები გაქვთ თქვენ, ხო? აქ როგორი მომენტი არის, იცით? რაღაცის დაწყებაც არის საჭირო, მაგრამ თქვენ აი გეუბნეთ რაღაცას თითქოს ეს არის უბრალოდ როგორი მომენტი. შეიძლება ფიქრობთ, აი ნახეთ, რამით იყავით დაკავებული, შეიძლება თქვა ჩამოაყალიბეთ ეს რაღაცა და ეხლა ფიქრობთ, რომ ეხლა კიდე რომ დავიწყო ახალი, ეხლა იმასაც კიდე რამდენი სჭირდება ძალა და ენერგია და უკვე ნამდვილად აი მეზარება, მაგრამ ამ დროს თქვენ მშვენივრად კარგად გრძნობთ, რომ იქ არის თქვენი ფული. გამიგეთ, ნუ დაიჭირეთ თქვენი სიტუაციები. კი. შეიძლება დაუშვათ აქ ვიღაცას რა აქვს, აი თქვათ, გაქვთ რაღაცა ნასწავლი. მაგრამ იმ რაღაცის, რაც ისწავლეთ თქვენ, არ აძლევს გზას. შეიძლება ფიქრობთ, რომ აი ვერ შევძლებ, ან უკვე დამავიწყდა, ან უკვე აი ნახეთ ახლა დაუშვათ თქვენ ახლა ინსტრუმენტზე თუ იცით რამე დაკვრა, ხო? და თქვა დაამთავრეთ ახლა იმას ვთქვათ მუსიკალური სკოლა. შეიძლება თქვათ, რომ კი დამავიწყე, მაგრამ თუ ეს გიზიდავს შენ და მარტო ეჭვი გეპარება, რომ შენ თქვათ ახლა დაუკრავ, შენ შეგიძლია თავისუფლად ახლა წადე და აღდგინე იმიცადინე და მშვენივრად კარგადაც გამოიყენებ ამ შენ ცოდნას. აქ რაღაცა გამოუყენებელი შეიძლება ცოდნაც იყოს, ან უბრალოდ ის მომენტი, რომ თქვენ თვითონ აი გეზარებათ კიდე რატომღაც აი ეს მომენტს რა, ეგეთი მომენტი შეიძლება რა, მაგრამ ამავდროულად რა ეს არის აი ნამდვილად თქვენი გზა რა აქ. გამოიყენოთ ის ცოდნა, თუ თქვენ დაუშვოთ უკვე თვითონ რაღაცა იცით, თქვა დიდი ხანია რაღაცაზე მუშაობ და შეგიძლიათ უკვე რომ ასწავლოთ და გასცეთ, ეგაც შეგიძლიათ გამოიყენოთ რა. თქვა თქვენი დაგროვილი ცოდნა. ნუ აი სიტყვაზე ხა მე როგორც მაგალითს გეტყვით, რომ დიდი ხანია მუშაობდი როგორც ტაროლოგი, ხო? ტაროფსიქოლოგი, ხო? ენერგოპრაქტიკოსი, ანუ კი უბრალოდ აი ასე კონსულტაციებს ვატარებდი მხოლოდ. მაგრამ მე მოვიდა დრო იმისი, რომ უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა მთხოვეს, რომ გვასწავლეთ, მაგრამ მაინც რაღაცნაირად თავს აი რაღაც სულ ბლოკავდი რა, რომ მეთქი აი ჯერ კიდე უნდა მეტი ვიცოდე, აი მეტი და მე სიტუაცია ისე შეიქმნა, რომ მართლა მაიძულეს, რომ იტყვიან ახალი ძალები, რომ თუ ამას არიზა ვიჯდები ასე შეზღუდული უფულოდაც და უყველაფროთ მართლა. და როცა უკვე, იმიტომ რომ ჩვენ ნუ არის რაღაცა პერიოდი, ნიშნებიც არის იმისი, რომ შენ ახლა უკვე უნდა სხვასაც გასცეს, თქვათ ეს შენი ცოდნა სიტყვაზე, ხო, იმიტომ რომ აქ იეროფანტია და იმიტომ ამაზე აქცენტს ვაკეთებ რა. ხო და ამიტომ ახლა შეიძლება თქვენ რაღაცა თქვათ ახლა ინგლისური იცით კარგად დაუშვათ და უკვე გეხვეწებიან ვიღაცები რომ მასწავლე და არა. ან კიდე სხვა რაღაცა ეგეთი, ხო? და იმიტომ რომ იმდენი არიან ეს ინგლისურის მასწავლებელი, მე რაღა უნდა გავაკეთო, მაგრამ იმ ვიღაცას შენი მიდგომა უნდა შენ და აქედან ფულიც წამოვა, მიხვდეთ? აი დააკვირდეთ მაგას რა. ნახოთ ახლა ჩვენ რომელი რწმენები უშლის ხელს რა, ანუ ფულის შემოსვლას რა. გვეცნობიერად რა არის? არაფერი ისეთი არა გაქვთ თქვენ, რო ვთქვა აქ. პირიქით, მე даже ვეტყოდე, რომ თქვენ ძალიან კარგად, იცით რა არის, აი აქ რა შეიძლება გეშლიდეთ ხელს, რომ თქვენ უნდა, აი კი გაქვთ აქ შეიძლება როგორ პერიოდში ხართ ახლა იცით, გადადიხართ იმ პერიოდში, როცა სხვანაირად შევხვდეთ ფულს, შეიძლება დაუშვოთ ახლა ადრე არ გქონდათ ეგეთი ფული, როგორც ეხლა შემოდის, მაგრამ აი თითქოს როგორ არის ესე პირველი შეხვედრა გაქვთ, აქ ესეთი თქვენ ცვლით ეხლა თქვენს მიდგომას, მოდეთ ასე რომ თქვათ, კი შეიძლება გჭირდებათ ბევრი მუშაობა მაგ თემაზე. ნუ მერყეობთ რა, იმიტომ რომ აქ როგორი მომენტი არის, იცით, უბრალოდ აქ даже რამე ერევი თქვენ არა, აი აქ ნამდვილად ადამიანი როგორ მუშაობს, იცით, შეიძლება ეს
ფიქრობთ თქვენ, რომ ეს ახალი დაწყებული მე თუ რამე დავიწყო, ხო, ახალი საქმე, თქვა ახალი ნაბიჯები, ხო, რაზეც ჩვენ აქ ვისაუბრეთ, აქაც ხო გვაჩვენეს რაღაცა ახალი ნაკადი, აი ის მომიტანს მე თანხას თუ კიდე უნდა რამე გავაკეთო, აი შინაგანი ბრძოლა გაქვთ, აი გეტყვით რა ეს არის. ამ დროს თქვენ პირიქით უნდა შეხვდეთ, აი შეხვედრა უნდა მისცეთ თქვენს თავს უფლებას, რომ შემოუშვათ ის, რაზეც გეპარებათ ეჭვით და ნამდვილად ეს თქვენ მოგიტანს, გამოგიყვანს თქვენ ამ შინაგანი ბრძოლიდან. აი ცოტა თუ რთულად გიხსნით, რა ვიცი, მაპატიეთ, მაგრამ აი ეგეთი ნაკადი მოდის რა, იმიტომ რომ ვისაც უნდა მიიღოს, მიიღებს. აქ თქვენ არა გაქვთ არანაირი წარმატების აგრძალვა, ვერ ვიტყვი მაგას. უბრალოდ შეიძლება თქვენ ახლა აი მერყეობის მომენტი შეიძლება გქონდეს. ნახოთ რა გეხმარება თქვენ ახლა ფულის ნაკადის გახსნაში. თქვენი ქმედება არის რა, ეწინააღმდეგებით იმუშავეთ, ანუ აქ უნდა მოხდეს თქვენი შინაგანი ცვლილება, რაც გითხარით, ხო? ანუ აქ უნდა მისცეთ თქვენ უფლება, რომ შემოვიდეს ახალი შესაძლებლობები, ეწინააღმდეგებით. ანუ რაც თუ რამე შემოდის, ხო, თუ რამე გაქვთ, თუ რამეზე გეფიქრებათ თქვენ და თუ გინდათ ნამდვილად, რომ ეს სიტუაცია განვითარდეს, ხო? ეწინააღმდეგებით, გეშინი აკეთეთ თქვენი საქმე, გამიგეთ? ქმედება არის თქვენი გასაღები ფულის. ზარმაცობთ. როცა რაც გეძლევა თქვენს, ესე იგი რაც გეძლევათ საშუალებები, მიიღეთ ეს საშუალებები. კიდე რა იცით, მე გეტყვით კიდე. რა ინფორმაცია მოვა თქვენთვის კიდე. ფულის შენარჩუნება. ნახეთ, შეიძლება თქვენ გაქვთ კიდე რომ ვიღაცისთვის ექნება ესეთი ენერგია, ინფორმაცია. შეიძლება გაქვთ ზოგჯერ უაზრო ხარჯები. კარგად დააკვირდეთ ახლა თქვენ როგორ ანაწილებთ თანხებს, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ უაზროდ დახარჯავთ, მერე რაღაცა გრჩიებათ ცოტა ფული და ფიქრობთ, ვაიმე რა გავაკეთო, აქ უნდა შეცვალოთ მიდგომა, ყველა ვარიანტში უნდა შეცვალოთ მიდგომა თქვენ ფულთან დაკავშირებით, ყველა ვარიანტში რა. და სულ სხვანაირად უნდა დაიწყოთ ფულის მართვა. სულ სხვანაირად, იმიტომ რომ გეუბნებით უაზროდ ხარჯავთ, დაიცავეთ თქვენი ფინანსური ნაკადი რა. ხარჯავთ უაზროდ, ჯერ დაფიქრდეთ და მერე დახარჯეთ. იმიტომ რომ მერე გეუბნებით, მერე გული გწყდებათ, რომ ანუ ფული მქონდა, ეხლა აღარა მაქვს, რა ვქნა, რა გავაკეთო და მერე ისე ველოდებით რაღაცას, მიხვდეთ? კი ბატონო, და მერე გაძლიერდებით თქვენ. აი ეს იქნება თქვენი გაძლიერდება, რომ შეცვალოთ აი ეს მიდგომა ფულის, სადმე იცოდეთ რა. ნახოთ ახლა რა პოტენციალი გაქვს ახლა შენ. რისი მიღწევა შეგიძლია? ყველაფერი შეგიძლიათ, ზახად. ნამდვილად შეგიძლიათ თქვენ, ანუ შეგიძლიათ მასშტაბირობა, შეიძლება გასვლა ახალ ნაკადში, შეიძლება ანუ უცბათაც გაიზარდოს თქვენი ნაკადი, უცბად შეიძლება გაქვთ თქვენ მაგის პოტენციალი რა. კი. აქ სულ ახალს მაჩვენებენ რა. რა პოტენციალი გაქვთ, ისე მეუბნებიან, რომ სხვა მიდგომა და აქ კიდე არის მოგროვების თემა, უნდა მოაგროვო ფული. ანუ როგორ არის, იცით, აი აქ იგი რასაც მაჩვენეს, იგივე არის, აი აქ მიდგომას შეცვლი ყველანაირად კი და იქნება გახარებული. კი, აქ ნაკადში გადეხართ, ან ძალიან მაგარი ნაკადში გადეხართ, მაგრამ შეცვალეთ მიდგომა. აი ეს მიდგომა რას ნიშნავს? ჯერ დაფიქრდე, მერე დახარჯე. გამიგეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. და ვნახოთ ახლა რა გელოდება შენ, ანუ ფინანსურ სფეროში უახლოს მომავალში, როგორი ცვლილებები, პენტაკლების მეფე რა, ანუ გადეხართ და ამაზე რა იმოქმედებს.
მზე აქ გეუბნება პენტაკლების ტუზე მეტი რა გინდათ. აქ არის ესე იგი ნახეთ, პირველი ჩვენ რას გვითხრეს, რომ ჩვენ თქვენ უნდა გქონდეთ რამდენიმე თქვათ ნაკადი. მეორე თქვათ, უნდა გასცეთ ის, რაც უკვე იცით, ეს ცოდნა და არ უნდა გქონდეთ მაგის შიში თქვათ. მესამე, ეხლა აქ არის მომენტი, რომ თქვენ შეცვალეთ მიდგომა და ეს არის ყველაზე მთავარი, რომ შეცვალოთ თქვენ მიდგომა ფულის სადმე. ანუ სანამ დავხარჯავ, ჯერ დავფიქრდები, მერე დავხარჯავ. უაზროდ მე არ ვხარჯავ ფულს. და როცა თქვენ ამას გაიაზრებთ, ანუ გააკეთებთ, უკვე თქვენ ნახეთ რაღაცა ფულის დაგროვება წავა. ეს არის ელემენტარული საერთოდ რა. როცა თქვენ მიიღე შენ 100 ლარი, იქიდან 10 ლარი გადადე, 90 ლარი დახარჯე. ეს არის ყველაზე მარტივი თქვათ ახლა მომენტი რა. და მერე ნახეთ რა ხდება, მერე ამ ფულზე მოდის კიდე ფული, მერე შედიხარ აზარტში, მიხვდე? და კიდე მე მოვისმინე ახლა ამისთიან ძალიან კარგი ისე მომეწონა, თქვენს გაგიზიაროთ. ერთი ქალი არის, ძალიან ესეთი ასე ვთქვათ, მოდით წარმატებული ხო. როგორ რა საინტერესო რამე თქვა, როცა თქვენ გადიხართ უკვე თქვათ ფინანსები თქვენი იზრდება, რა თქმა უნდა, თქვათ გქონდა 1000 ლარი, გახდა 1500. ძალიან მიზერულზე ვლაპარაკობ, უბრალოდ ახლა თქვენ დაიჭირეთ თქვენი. მერე შენ უკვე იწყებ ცხოვრებას, უკვე იმატებ თქვათ რაღაცას, რასაც ადრე შენ თავს არ აძლევდე თქვათ უფლებას, უკვე იმ 500 ლარსაც თქვათ ხარჯებს, ზოგი თქვათ სესხზე იღებს, ზოგს თქვათ ახლა ეს უაზრო ხარჯები რო არის. მაგრამ აი 3 წელი მაინც იცხოვრე თუნდაც იმ 1000 ლარით, როგორც იყავი და ეს 500 გადადე და ნახავ თქვენ მერე რა იქნება, როგორ შეიცვლება სიტუაცია თქვენი. ჯერ პირველ რიგში თქვენ უკვე მიჩვეულები იქნებით, რომ და მერე შენ უკვე შინაგანად რო გრძნობ, რომ შენ გააქვს ფული, შენ სულ გააქვს უკვე ნაკლებობის თემა არ გაქვს, იმიტომ რომ შენ იცი, რომ შენ გააქვს. მაგრამ აი ეს არის ძალიან მაგარი შეგრძნება. ამიტომ სცადეთ ეგაც რა და გაძლიერდებით და ნამდვილად ამას თუ მოერევით, აი მერე უკვე გადეხართ ახალ ნაკადებში. აი ასეთი იყო დღევანდელი გაშლა ჩემო ლამაზებო ფინანსებზე, რა ვიცი თუ მოგეწონა დაწერეთ კომენტარებში. ახლა ხშირად არ ვაკეთებ, მაგრამ ეს თემა მე ძალიან მიყვარს და ვთვლი რომ ძალიან საჭირო რომ იცოდეს, იმიტომ რომ მარტო სიყვარულით ახლა სიყვარულით ნახეთ, არა სიყვარული არა, ურთიერთობა მოდით ავიღოთ პარტნიორთან, არ ხმარა, არის ურთიერთობა უნდა ვიცოდეთ ჩვენ კიდევაც ფინანსებთან და ასე შემდეგ. მე მიყვარხარ ძალიან და გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.